მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მინდა გისურვოთ უპირველეს ყოვლისა ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი. დღეს ორშაბათი დღეა და მე თქვენთვის ვაჟღერებ კვირის არკანის ენერგიას. მას შესაძამად თქვენს წინაშე არის ორი ვარიანტი. გამოვიყენებ ნატურალურ ქვებს, ბუნებრივია იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოახერხოთ არჩევა. პირველი ეს არის წითელი იასპი, მეორე ეს არის უნაკიტის მინერალი. კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს შემოკარგებო და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ყველაზე მეტად მიიპყრობს თქვენს მზერას, ესე იგი ეს არის ზუსტად ის ვარიანტი, რომელიც უნდა მოისმინოთ და ეს კონკრეტული ვარიანტი მოგცემთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება თქვენთვის აქტუალური ერთი კვირის ენერგია. მას შესაძამე დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, ვინც აერჩია წითელი იასპი, ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგია ჩემო ძვირფასებო. ეს არის ოთხიანების კვერთხები. ოთხიანების კვერთხები ეს უპირველეს ყოვლისა არის სტაბილურობის ნიშანი ციფრი. ოთხიანის ნუმეროლოგიურად ეს არის 4 კედელი, ეს არის 4 სტიქია, ეს არის სტაბილურობის ციფრი, სტაბილურობის ნიშანი, რაც ნიშნავს იმას აუცილებლად, რომ თქვენს რეალობაში აუცილებლად შემოვა ისეთი ადამიანი ან შემოვა ისეთი ინფორმაცია თუნდაც ადამიანის სახით, ისეთ ემოციას მოიტანს ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენში აუცილებლად შემოიტანს ერთგვარ სტაბილურობას ან შეკრავს თქვენს გონებაში, თქვენს რეალობაში კონკრეტულ გეგმას, კონკრეტულ იდეას, კონკრეტულ რეალობას, ხო? დაგანახებთ ეს კონკრეტული ერთი კვირა თქვენ, თუ რაში შეგწევთ ძალა, რომ იყოთ სტაბილური და არის თუ არა დრო, რომ კონკრეტული თქვენი ქმედებით, კონკრეტული თქვენი საქციელით, კონკრეტული თქვენი თუნდაც ერთი სიტყვით, მაგრამ რეალურად კვერთხი ეს არის ჩვენი ცეცხლის სტიქია, ჩვენი მოქმედება და ასევე სხვათა შორის სიტყვაც ცეცხლი როგორც ინფორმაცია, ანუ თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად მოიტანოთ ერთგვარი სტაბილურობა თქვენს რეალობაში, რომელიც რაღაც ახლის დასაწყისი იქნება აუცილებლად თქვენს შემთხვევაში, ასე რომ მე ასე ვიტყოდი, ამ ერთი კვირის მანძილზე კარგად დააკვირდით საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს და გადადგით სწორი ნაბიჯები თქვენი სტაბილურობისაკენ. თითქოს თქვენს რეალობაში შემოდის ინფორმაცია, შემოდის ადამიანი, რომელიც ნამდვილად სწორ დროს მოგანიჭებთ ამ სტაბილურობის და აი ამ 4 კედელისა თუ 4 ასე ვთქვათ სტიქის თუ ასე ვთქვათ 4 ციფრი 4-იანი როგორც გითხარით ეს არის სტაბილურობის ნიშანი, სტაბილურობის ციფრი, აი შემოიტანს ამ ყველაფერს თქვენში, ხო? შესაძლებელია მისმა ერთმა სიტყვამაც და თუნდაც მინიმალურმა ქმედებამ მოგანიჭოთ ზუსტად აი ამ სტაბილურობისა და სიხარულისა და სიახლის მდგომარეობა. ასე რომ ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო, ძალიან კარგი კვირის არკანის ენერგია გაქვთ, გამოიყენეთ მაქსიმალურად, გამოიყენეთ ცოდნით, გამოიყენეთ აუცილებლად თქვენ სასიკეთოთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მიიღოთ ის სტაბილურობა, მიიღოთ ის დაცულობა და ის ბედნიერების და დღესასწაულის ენერგია, რაც მოაქვს ოთხიანების კვერთხებს ჩემო ძვირფასებო და გადავედით მეორე ვარიანტზე. ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგია ვარიანტი 2 ჩემო ძვირფასებო. ხმლების მეფე. ხმლების მეფე ეს შესაძლებელია ნიშნავდეს, რა თქმა უნდა, კონკრეტულად მამაკაცს, მცოდნეს, სტრუქტურულს, ინფორმაციულს. ხმლების მეფე ჩემო ძვირფასებო, ეს არის ძირითადად სტრუქტურული ენერგიები. ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია, ლოგიკა უჭრის, ენა უჭრის, როგორც სიტყვიან, სიტყვა პასუხი უჭრის. ეს არის ადამიანი, რომელთანაც ესე ვთქვათ, პოლემიკაში შესვლა და ვთქვათ, ადამიანის საუბარში დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც ხმალივით ვთქვათ, ჭრის ნებისმიერ სივრცეს, ნებისმიერ სუბსტანციას თავისი სიტყვის ძალითა და ენერგიით. ხვდებით, ხო? შესაძლებელია ზუსტად ეს ხმლების მეფე იყოს
ის ადამიანი, რომელიც ვიმეორე პირველი ვარიანტიდან გამომდინარე მოიტანს ამ სტაბილურობის შეგრძნებას თქვენს რეალობაში და ნახეთ, აი Page of Pentacles, ანუ მეორე ესე იგი არკანიც უბრალოდ დავამატე, იმიტომ რომ მაინტერესებდა რას მომცემდა კიდევ დამატებითად ინფორმაციულად და ხმლების ტუზი. მეორე ვარიანტი, მე ასე ვიტყოდი, რომ რაღაცა ახლის დასაწყისის პერიოდი დგება თქვენს რეალობაში და პირველი ვარიანტიდან გამომდინარე, მე ვისაუბრე, რომ თქვენს რეალობაში შემოვა ესეთი ადამიანი და გავაგრძელებ მეორე ვარიანტში, რომ ნამდვილად მიაქციეთ ყურადღება თქვენს რეალობაში კონკრეტული მამაკაცის, კონკრეტული ადამიანის თუმცა შესაძლებელია ხმლების მეფე, როგორც არქეტიპი, ხა მე თქვენ გეხებოდეთ და თქვენ იყოთ ეს ხმლების მეფე და არა კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ორივე ვარიანტში ესე ვთქვათ, განვიხილავდი ამ კონკრეტულს, ხო? მეორე ვარიანტი ნებისმიერ შემთხვევაში მოვა რაღაცა ახლის ენერგია, ეს იქნება უპირველეს ყოვლისა როგორც ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად გამარჯვებით დაგვირგვინდება, იმიტომ რომ დაფნის ფოთლებს ხედავთ აქ ხმალზე, როგორ ალამაზებს დაფნის ფოთლები და დაფნის ფოთლები ყოველთვის არის გამარჯვება, ყოველთვის არის გამარჯვების სიმბოლო და რაღაც ნეგატივთან დამარცხების და ნეგატივის წმენდაში ვიყენებთ სხვათა შორის დაფნის ფოთლებს საკმაოდ აქტუალურად, ასევე სხვადასხვა პრაქტიკებში მოზიდვის მოკლედ ეს არის უნიკალური მცენარე, რომელიც ნამდვილად ასოცირდება ყოველივე საუკეთესოსთან, განსაკუთრებით ბერძნულ კულტურაში ის არის გამარჯვების და ის არის ისეთი ძალიან აღმატებული მცენარე თავისი სიმბოლიზმით, ხო? მე ასე ვიტყოდი, რომ მეორე ვარიანტი ამ ერთ კვირაში თქვენში მოვა ახალი იდეა, თქვენში მოვა ახალი ენერგია, თქვენში მოვა ახალი ცოდნა, თქვენ ისედაც საკმაოდ ბევრი იცით, ბევრი გაიგეთ, ბევრი რამის შეფასება და გადაფასება უკვე ნამდვილად შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული გამოცდილებით ხართ აქ მოსული მეორე ვარიანტი და მე ასე ვიტყოდი, რასაც არ უნდა შეეხოთ ამ ერთი კვირის მანძილზე, უპირველეს ყოვლისა გააკეთეთ ეს ყველაფერი აუცილებლად, რა ის იდეას უგულისხმობ, დაუკვირდით თქვენს იდეებს, თქვენს ინფორმაციას, რაც თქვენს ლამაზ თავებში მოვა და იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოიტანს თქვენს რეალობაში გარკვეულ იგივე თუნდაც ფინანსურ წარმატებას, იმიტომ რომ პენტაკლები ეს არის ჩვენი ფინანსური ენერგია, უპირველეს ყოვლისა ჩვენი მატერიალური მხარე და პენტაკლების პაჟი აქ აჩვენებს იმას, რომ ნამდვილად გაქვთ იმის შანსი, რომ ეს ყველაფერი მოიყვანოთ რეალობაში, თქვენს ასიკეთო რეალობაში, რომელიც რატომაც არა მოიტანს ერთგვარ ფინანსურ სიკეთეს და სტაბილურობას და რატომაც სხვათა შორის ეხლა წამოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ დახურულ ჯგუფში მომინდა რომ გამეჟღერებინა დახურულ ჯგუფში ვაკეთებთ ერთგვარ პრაქტიკას სახელწოდებით წარმატების გზაჯვარედინა, სადაც ფინანსურ ენერგიების ვთქვათ გაძლიერება გაწმენდაზე ვიმუშავებ და რატომღაც ახლა აი ეს ძალიან ლამაზი სცენა დადგა ჩემს თვალწინ, მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ არკანები ზოგადად როგორც თქვენ ხედავთ არის საკმაოდ ესეთი მაგიური და ერთგვარ მაგიურ პროცესს აღწერს, ხო? როგორ იქმნება ახალი ფინანსური ენერგია, ახალი მატერია და როგორ ვიღებთ ამ ყველაფრით, ამ ინფორმაციის გაშვებით სამყაროში იმ რეალობას, რომლის მიღებაც ჩვენ ასე ძალიან გვინდა, ხოლო ვინც პრაქტიკას არ ეხება ამ მომენტში და უბრალოდ ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი, ვიმეორებ, როგორი იდეაც არ უნდა მოგივიდეთ თავში, აუცილებლად განახორციელეთ, თუ ადამიანი მოვა გარკვეული შემოთავაზებით, კარგად დაამუშავეთ ეს იდეა, იმიტომ რომ ნამდვილად არ იქნება თქვენთვის ეს ცუდი და უარყოფით ის მომტანი და მომცემი, იდეა რჩევით შეიძლება მოვიდეს თქვენთან ადამიანი და გირჩიოთ როგორ მოიქცეთ, ვიმეორებ, შეიძლება იყოს, არ ვიცი, იურისტი, ეს შეიძლება იყოს ადამიანი უბრალოდ, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სამყაროსელ
კანონებს მატერიალურ სამყაროში, კარგად იცნობს თქვათ გარკვეულ წესებს, კარგად იცნობს გარკვეულ ინფორმაციას იმ სივრცეში, რომელსაც ის ემსახურება, ხო? თუ ვიმეორებ კონკრეტულ ადამიანს ვეხებით ახლა მამაკაცის სახით, ასე რომ უსმინეთ, ის ნამდვილად თქვენთვის ცუდი და უარყოფითი არ იქნება, ხო? და ის აუცილებლად მოგიტანთ ერთგვარ გამარჯვებას და თქვენთვის სასიკეთო ენერგიებს. თქვენთვის სასიკეთო ენერგიებს, რომელიც ვიმეორებ შეგიძლიათ გარდაქმნათ ფინანსურ ენერგიად. ასე რომ, როგორც პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ორივე ვარიანტს ვეტყოდი, რომ ეს კვირა საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული იქნება თქვენთვის. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ცხოვრებაში მოვლენილ ადამიანებს, მათი რჩევებით, მათი სიტყვებით, მათი ესე ვთქვათ, მიმართულებებით, თუ რა მიმართულებისკენ შეეცდებიან ეს ადამიანები საკუთარი, ვთქვათ, რჩევა დარიგებით მოვიდნენ თქვენს რეალობაში და მე არ ვიცახი, რომ აუცილებლად ყველაფერი ყურად უნდა მიიღოთ, მაგრამ დაამუშავეთ ინფორმაცია და ამ ინფორმაციიდან ამოიღეთ ის მთავარი მნიშვნელოვანი გასაღები, რომელიც შემდგომ უკვე თქვენს სასარგებლოდ გახსნის შესაბამის კარს. თავარი არის ვიმეორებ ინფორმაცია, ინფორმაციას მოусმინეთ, მინიშნებებს მოусმინეთ სამყაროდან. შესაძლოა ტელევიზორში, არ ვიცი, ან რადიოში, ან უბრალოდ ინტერნეტში რაღაცა ფრაზას წააწყდეთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანს და ეს ფრაზა თქვენი ინსპირაციის წყაროც კი გახდეს. აი, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვნად ყურსაღები ამ პერიოდში, ამ ერთი კვირის მანძილზე. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, დაგემშვიდობებით და შეხვედრამდე გვერდზე მზის ადამიანი. ნახვამდის.